მოგესალმებით დილამშვიდობისა, მე შევეცდები კიდევ ერთი დილა გავატარო, კიდევ ერთ ცნობილ ადამიანთან. თან ეს ცნობილი ადამიანი მინდა ვთქვა, რომ განსაკუთრებულია, იმიტომ რომ არის მეორე გამარჯვებული ამტანისა. რა თქმა უნდა, მეორე ამტანის შესაბამისად თუ მეორე, ეს მეორე იქნება. მოკლედ, ლევან სუხიტაშვილთან მივდივართ სტუმრად. წავედით. როგორც უკვე გითხარით, ლევან სუხიტაშვილთან ვართ სტუმრად და შევაყებ კარს მოწოდე. იქიდან გამომდინარე, რომ რემონტია. არაფერი არ დაუშავდება ის რომ გავაღო კარი. დილამშვიდობისა! ვაიმე! დინახართ! რა გინდათ? რისთვის? რატომ ავიძებ? გადი აქედან. მე მგონი სიმღერით სიმღერით სული ხარ ჩემს სახში როგორ შემოხვდი? მე მგონი სიმღერით უნდა გამეღვიძებინა, იმიტომ რომ მიჩვეული ხარ ხო სიმღერის გაღვიძება ამტანის შემდეგ. განსაკუთრებით რომელი სიმღერით გაღვიძება გიყვარდა? შენ დაიყულე მამალუთი გამოღვიძე. სახშიც ამავე სიმღერით იღვიძებ? კი. და ამით ვიღვიძებ და ბუძელნიგზე მაგ საღვიძარაზე მაგ ერთი მაგარის. რა? ეს რა? მეში? საღვიძარა. საღვიძარა გა. მიცვალებული ადგა და ის როგორ ტელეფონზე. ტელეფონზე. და მამა პაპური მაღვიძარა თუ გაგ. არა მაგ, მაგრამ აუცილებლად შევიძინე. ცუდია, აი მამა პაპური მაღვიძარა რო გქონდა და კიდევ აკეთი კიდე აღუზარები. კიდევ ერთ 5000 მიიღებდი საჩუქრ. არა მაგ, აი ეს გამო. რა სიზმარი დაგესწრებ? მე სიზმრებს არ ვნახო. თუ გინდა მოვიგონებ. არა, არ მოიგონო რა და უნდა მოგონო. ყველა რა. სიზმრებს რო არ ნახო. მიტყდება ხოლმე ყველა. საერთოდ არ გინახავს არაფერი სიზმრები. როგორ არ მინახავს? იდიოტურ სიზმრებს ვნახო. ნუ რა იდიოტიც ხარ თუ კაცო. გამბირო. რა სიზმარი ნახე ბოლოს? იდიოტური? აი როგორი ახ ბოლოს არ მახსოვს. შეიძლება არც არაფერი არ მინახე, კაი ხანია და მაგით არ მახსოვს. მაგრამ იდიოტურ როგორც ნახო, ვიცი ვარ პაპუასებში. აი ესეთი კაბები მოვაცვია და ჯოხი გაუჭიროთ. ეს ბიოსნოუს ნახო. არა მართლა, როგორ იცი? თან ისეთ ხალხი არის აქ ჩართული, რომ 1 3 4 წელი. ინტროს კლიპს ნახო. ხო აი დაახლოებით ეგეთი, როგორ? წინასწარ ვერ დაგეგმავ დღეს. როგორი იყო იცი ერთი სიზმა რა სიცილით მო. ეს პაპუასები დადიან და არის TV სახლები რო აქ ეს რა აქვია? იურტები კი არა, რაღაცე. ხო და მე ვარ ტომის ბელადთან ეს პირისპირ გრძელი მაგიდან რა და უკან უკიდია დაფა და გარეთ ეს ტომის ხალხი დადის ხო ხედავ გარეთ ახედებს და ამ დაფაზე ამ ტომის ბელადის სული რაღაცეებს და ცოტა განრისხებულია ეს ტომის ბელადი რაღაცას და შემოდის ვინც გიგა კუხიანიძე რო კახა კუხიანიძეს და მომიდეს ერთ 5 წელი არ ვყავდა ნანა აი ფილად იყოს გიგა მას მერე რა როგორ გამოიყურებოდა? არა, კარად გამოიყურებოდა, ხელში ეჭირა, რაღაცებს რო აკეთებენ, ხო იცი ბოთლში რაღაც ნაკეთო შიგნით ჩუქურთმები და რაღაცები, რაღაცა ეგეთი ეჭირა, რა. ჰენდმეიდით იყო დაკავებული. შემოვიდა და სიზმარში ეთქობა ის გამოვხატე ჩემი ხარბი ხასით და ზად მომეწონა და მინდოდა რა. და შემოვიდა და კუხიანიც და რა იკითხა არის უკაცრავად ტუალეტი საით არის. სულ ტუალეტი არ არის. არა, როგორ ეკადრება იყო იქით ტუალეტი. და აქეთ მეთქიდა. ეს დამიტოვა ეს ბოთლი მე და რო ნახე აი მაშინ მომეწონა რა და ეს ბელადი ხო ისედაც განრისხებულიო და რაღაცაზე განვარისხე ხონდა გავიქეცი მე და ტომის ხალხიც წევრებიც იქით იმალებოდნენ ბელადი განრისხდა ეს კოხი ესე შეგვნა რა და ცოტა განჯი გამოყავს კუხიანიძე თუ კიდე ეს ხელი ამ ბელადს და გადააგდო სადღაც ხევში რა და აი ამაზე ყუდებოდი სიცილი კუხიანიძე სიზმარშიც ყუდებოდი სიცილი ხო ასე გამოგვიძა სიცილი და როგორ ხასიათზე იყო მთელი დღე სიცილი? აი, ეგეთ სიცილით რო ვიზებ ხოლმე ეგეთ და გენერატული სიზმრით. აი ხასიათზე რომ მთელი დღე. ესე იგი დღეს ცუდ ხასიათზე ხარ, იმიტომ რომ არაფერი არ დაგსიზმრებია. არაფერი. სამოგიოთ მე მგონი შენ დამნესის. ეხა გესიზმრები. სიზმარია. გესიზმრები. რა გავარკვევ ცოტა ხანში სიზმარია. ვინ მოგცა გეტყვით მე. გავარკვევ ცოტა ხანში სიზმარია თუ არა პირდაპირ ეთერში და დაგიბრუნდები ძალიან მალე ლევან სუხიტაშვილთან ერთად გადაცემა მაღვიძარაში. მაშასე ვაგზავნებთ გადაცემა მაღვიძარას და ლევან შევეკითხებათ, ხა სიზმარი არ არის გავარკვევთ რომ რეალობაა ყველაფერი, რა პოზაში გიყვარს ძილი? გულ დაღმა მიყვარს. და აუცილებლად სათვალო უნდა მინდოს.
ხოთაშორის ნინასაც გულდათ მოუყვარს. ოღონ როგორ იცი ეს მუთაკას. და მუთაკის მაგივრად მაგას არ ეხუტები? მაგასაც ვეხუტები ხოლმე, მაგრამ ამ ბოლო დროს ვეღარ მიდანს. ის ტოქსიკოზია ჩემს და ცნობისათვის მეგონი მთელმა საქართველოს მიცეს უკვე ნევანი და მაკა შეუგდნენ და მალე ელოდებით ხომ მეგონი ბავშვს. არა, ჯერ არა. ჯერ არა? როდის იქ ზამთარში? არა, კიდე იქით. კიდე იქით? მეორე ზამთარში? მეორე ზამთარში სპილოკი არ მომიყვანა. აქცენტი გავაკეთოთ სათვალეზე. რატო კიდევ სათვალე გვერდით როცა გძინავს? იმიტომ რომ ის პარავენ ხომ ჩემი ძმამ პარავს. დილობით? არა, მნიშვნელობა სადაც დაინახავს პარავს. ხო პარავულობ ხომ. აუ ეს ხომ მაგ მუთაკანაც ხელი უნდა მეკიდოს საფონი. საზოგადოება იმბა მიცის რა რთულ ვითარებაში გიწევდა ცხოვრება ამ ტანში, როცა იღებდი მონაწილეობას, გეძინა პირდაპირ ძირს, ხო, ლეიბზე. არ გაგიჭირდა ეს ადაპტაცია როგორ გაიარე? პირდაპირ ლეიბიდან მე მგონი ლეიბზე გადმოსვლა ძალიან რთულია. ადრეს მიყვარდა ის. ძირს წონა. საერთოდ რომელ საათზე იღვიძებ ხოლმე დილას? აი სხვადასხვა ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე სხვადასხვა დროს სხვანაირი რეჟიმი მაქვს. რთულია შენი გაღვიძება? არა, თუ მივეჩვიო დილით ადრე საქმე მაქვს ყოველდღე ადრე, ჩვენ თუ მივეჩვიო ამ რეჟიმში ავდექი, ადვილად ვცი სხვა რეჟიმში შეჩვი. ანუ მაღვიძარა მაინც გჭირდება. მაღვიძალა აუცილებელი. ოჯახის წევრები არ გაღვიძებენ, მაღვიძარა. არა, მაღვიძალა არის, ღვიძის მიცვალებული ადგა და მე ვთქვი. დავისეთ მეზობლის ხმაურმა გაგაღვიძა დილას, როგორ ხასიათზე იქნები და გახვალ თუ არა ეჭყუება და კონფლიქტი. არა, მეზობლის ხმაური იმდენ. თქვენ. არა, ეს ესენი რომ მომრავლენ ეს. ემაწუნეები და ისინი ეგენი მოგვიძა. ბოთლებს ვიბარე, ბოთლებს. პირველი. ბოთლებს. და ვინდა მაგის სპეციალური გავხსნა რა, კათედრა. რო ეს მააწონი და ეს სიმღერი თუ იარო, თორე ძალიან საშინლად. კურსები კიდე გააკეთე სიმღერისას. და მე როგორ გესიამოვნება. ო, ვინ არის? ჩემია. ველოდები ზამთარში. ყავას ხო არ დალევ? ზადი რა ყავა მომი. კარგი ახლა. მართლა დილას ყავას ვინ გიმზადებს? აუ, როცა მეუღლე. როცა მარტო ვარ მე. ან მე როცა მეუღლე. საუზმეს არ ეკარები დილას არ მიირთმევ, მხოლოდ ყავა. არა, იმიტომ რომ სხვადასხვა რეჟიმი მაქვს. არც ეხები. ეხლა მაქვს განსაკუთრებული რეჟიმი მაქვს ეს ბოლო ერთი კვირა, იმიტომ რომ დგები, ვიღვიძებ, ყავას დავლევ და ჩავდივარ აგერ ავტოფარეხში ჩემ წინ რაღაც საქმეთო. ჩაგიყვანთ კაც. გაჩვენებ დილით მე რას ვაკეთებ. დილის შემადგენელი ნაწილია ავტოფარეხში. ჩემი ბოლო ერთი კვირის დილის შემადგენელი ნაწილია. რაღაცას ხელს ვკიტოფარ, ხელს აკეთებ. ხელს ვკიტო. კარგი, ყავა მოგვიმზადე მაშინ. კი ბატონო. ვარჯიში ყავამდეა თუ პოსლე? როგორ გაქვს ხოლმე? საერთოდ პოსლია, იმიტომ რომ ორგანიზმმა უნდა გაიღვიძოს ჩემ. და ყავა გეხმარება იმაში, რომ ორგანიზმი გამოაჩენოს. აი ხა მე რასაც ჩავატარებ, ხო? ეს არის არანაირი რეჟიმი არ ცulis, ეს ყოველთვის ესეა. ნუ ეს შეუცვლელი რეჟიმია, პირველი გაღვიძების ამავე მეგონი ყავას დილას ამ ტანში არ გიმზადებდნენ. ყავა არ დამილევია მთელი ამ ტანის განმავლობაში, ნუ ნალექიანი რომელიც მე მეყვარს რა. და როგორ გაუწელი? რა ვიცი, დალე. არც გადაეჩვია, ხო მე მგონი. კამერა დალე. კამერა არსოს, მარტო ხმაურობს. შალვა. შალვა დალე. შალვა ჩემი მეუღლეა ახალი. შალვა დალე საყვარეო. გამოტარდა. შალვას უნდა და. აი, საუზმე დილი თუ მოგიმზადებია თავად. აი, სამ ცოლი მეყოლებოდა და მარტო მიწევდა. ოღონდ ანა ვიმზადებდი. რა სიმზადებდი ყველაზე ხშირად ერბოკვერცხი? დიახ. აი, აკეთებს. კიდე? ერბოკვერცხი, არა, რაღაცები გამიკეთებდი. ოლივიე მოკერხები აკეთებდი. დილას? ხო. შოთაშორის. სასარგებლოა ოლივიე დილას? კი, ძალიან. რისთვის? რისთვის? რისთვისა ოლივიე? საერთოდ ჯანმრთელ ცხოვრებას ეწევი? და მით უმეტეს ბოსტნეული ახალ გაკეთებული ოლივი არის ძალიან მარგებელი დილით როცა მიირთმევთ პატრიცემო ტელემაყურებლებო თუ როგორ გამზადებ ხარ მეყურეთ მე ყავას ეს არის ჩემი რეცეპტი აი ერთი კოლზი ყავა
ცოტა კოვზი შაქარი და ეს მოურიათ შემიძლია. ცოტა ოდენი წყალი. ცოტა ოდენი წყალი. მე რაგინე მე ჩემი ხელი წერა მაქვს. ნახეთ როგორ ის. უწყლოდ. გამო წყლის გარეშე. ჯანსაღ ცხოვრებას ეწევი თუ არა ეს კითხვა. ადრე ვეწეული. ეხლა როგორ აიცი? მინდა ყოველდღე ვიძახი რომ ხვალიდან დავიწევ მაგრამ ნანე აი ვარჯიშობთ ხოლმე. იქით პატრაგანტები. მე დილიდან კოფეინს იღებ და აქედან გამომდინარე ეს ვარჯიში ხო და ეს აი უკვე ის ჩაჯდა ის ყავა დილით გავუძებ თუ არა და ერთი ღერი სიგარეტი რომ უკვე ამას მოგონი ვეღარაფერი არ შეცვლის. ვეღარაფერი არ შეცვლის. გამოიწვა. რატო ესე პესიმისტურად? ძირფესვიანად უნდა გამოიწვა. ხო და ერთშენეთ qoსაც დაახურე, გადააგდე, შეიძლება მოხდეს ეს. იმიტომ რომ კოფეინს არის უკვე შეჩო. რომ სხვანაირად მე კიდე ისეთ რამებს ვაკეთებ, ეგრევე გირჩი. ჩემები გჭირდება შენ. უბრალოდ მე მიყურეთ და რა არ უნდა გააკეთოთ დილ. ანუ ეს არის გადაცემა რა არ უნდა გააკეთოს დილას მოყოლებით. ერთი გამონაგზის დილით თიკო სადუნიშვილი თუ დაინახეთ თქვენ საწოლთან პატრულში დარეკეთ. ნუ ეგრე არ უნდა მოიქცეთ კიდე როგორც მე მოვიქეცი. სადუნიშვილი რო დავინახეთ ჩემს საწოლთან, უნდა კიდე ყავა მოვადუხე. არა ქართული საქციელი. ხოთაშორის ძალიან სასარგებლო რამეს ვაკეთებ ბოლო ერთი კვირა. მე ძალიან მომწონს კი რა ეს ჩაუჯიქი და სიამოვნებს. მაღაზია დაბრუნდება ცოტა ხანში პირდაპირ ეთერში და გავიგებთ რას აკეთებს სასარგებლო სტილით დონ ლევანი. კიდევ ერთი დილომშვიდობისა მაღაზიას მოგწოდებს, კიდევ ერთი დილომშვიდობისა შენს. ჩავაშენ. ვინ ჩააშენი? ჩემი მეზობელი. ოცნობისათვის ლევანს რემონტი აქვს მას რაც გაიმარჯვა ამ ტანში, საკუთარ სახლში. და ადრე ციხის მსგავსი კედრებში ბიშები. სიგარეტის ფული მოვიგე და გადამაყოლე. აი მანქანაზე დაურეკეინეს. მანქანას ვყიდე და დღემდე სიგარეტს ეწევ. არა. ხო გითხრა და მანქანას ვყიდულობ სხვას და იმ ქალს ახლა არც მინახე ტელეფონით ველაპარაკები მანქანის ნასყიდის რა და მეთქი ასე დამიკელი მეთქი რა ამდენი არ ამაქვს მეთქი და ეს დამიკელი რა რას მეუბნება შენ ის არა ხარ კაცო რაღაცა ფული მოგიგია თუ რაღაცა და რო მაგის ფული არა გაქვს ას გადამაყოლეს ყველას გონია რომ ეს ფული მაქვს ვაიცად ბაზარში რომ ჯადოსნური ფული მომცა მაეს და ბაზარში არ მაღაზიაში რო შედიხარ დამიკელის რო ეუბნები ყველა არა ბაზარში პასუხს გაძლევს ბაზარში თუ შევედი დილიდან ბაზარში არ დამიკელი და ის ნერვები არ აქვს აბა რაზე მარტო მანქანაზე არა მანქანაზე მოხდა ისედაც არა ბეროჯემს მენია ეს ფულის მეტი რა კაცო ყველას უკრს რომ ფული არ აქვს და აბა რემონტს რითი აკეთებ რემონტს საერთო ოჯახური წაროებით ერთიანი ძალით აი მაგ გავჩერდით მე ბიზა გარდამეცვალა ესე გაჩერდა თავად თუ იღებ მონაწილეობას და უშუალოდ იგივე აგურების დადებაში ტალახის მუზეუმში და ასე შემდეგ კი რა თქმა უნდა არა ვიღებ რაც ველი შეიტანე აი ამ კედლის ამოშენებაში აი ეს აგური არის ჩემი დადებები საჭმელს უმზადებ მუშებს სურვილები ჩააყოლე მე წვრილი არ არის წვრილია აბა რა არის დღეს სამჯერ ხომ უნდა აჭამო დილას მუშები გაღვიწებეთ დილას მუშები არ გაგვიწევთ. არა, გაჩერებულია, ბიძა გადამერცვალა, გავიჩერეთ ერთი ძალიან გენიალური ხელოსანი მყავს და თან როგორი კაცია, იცი, თვითონვე ამბობს, რომ მე მაქვს ეს ლოთობის პერიოდები და კაცურად მაგდებს უნდა შემაწუხებ და ეხლა აქ რა. დაახლოებით რამდენ ხანს გრძელდება? ნუ ერთი თვე მიგრძელდება ხოლმე. ახლა აღარ შევხმიანებ. და თვე გამოშვებით იწყებ რემონტს თავიდან. ხო. კარგი, მას მე რაც ყავას მიირთმევ დილას, რომელ ოთახში ინაცვლებ? რაც შეეხება შენი დილის ტუალეტს. სააბაზონო, არა. პირიქით ჩვენ გამოვჭე, ჯერ სააბაზონო ოთახში შევდივარ. ვიღვიძებ თუ არა სააბაზონო ოთახში. ჩვენ გამოვჭა თუ შენ გამოვჭა. ავდგები თუ რა სააბაზონო ოთახში წავალ, მე ვილოცებ, მე ყავას დავვლი. და მე წყალს არა. წყალს არა. სიგარეტს მოვიძებ რა თქმა უნდა. რაც არ უნდა გააკეთოთ პატივცემულო ტელემოყურებლებო. და მე გაიმის და მიხედოთ თუ შემდეგ რა საქმე მაქვს ისე მოკვდი. ეხლა ესეთი კვირა მეთქი სხვა რაღაც საქმეები მაქვს. ჩვენ მე მგონი დაგვერდი რომ რაღაც ისეთსაც გაჩვენებდით რაც უნდა გააკეთოს მაყურებელმა. დავნებდი და ჩავალთ. დილის ტუალეტი. დონ ლევანის. შემდეგ ესე
ყველს დრეში რამე. კბილები არ გამოიხეხოთ. დილით კბილების დამტკიცდა ეგ რომ კბილების გამოხდება. ყოფილა სასტიკად და ის საზიანო ორგანიზმისთვის. ორგანიზმისთვის კბილებისათვის ამ კბილებისათვის. გამოიხეხია და ძალიან კარგად ვიზნოთ თავს. და დაახლოებით რამდენ ხანს გრძელდება ეს არ გამოხეხვის ამბავი? ნუ წელიწადში ერთხელ შეგიძლიათ. დაბადების დღეზე. დაბადების დღეზე, მშვენიერია. გადავინაცვლოთ ოთახში, სადაც გამაჯანსაღებელი ვარჯიშები იწყება დილით. ძალიან საინტერესო თანმიმდევრობით მიდის. გამახსენებელი და ასე შემდეგ. დილის ისინი. შემდეგ ავიღებ. განტელები. განტელებს. ეს პირადად შენ გეკუთვნის იმენ. ეს. თუ მაკას. მაგას ამ სიმძიმეს. ეს უნდა დადგე და სხვადასხვა ის სახის. თუ დაიჭდე. ეხლა ამის დრო არ მაქვს. ამის დრო როდის გაქვს ხოლმე? ამის დრო მაქვს კვირაში ერთხელ. ეს უნდა დამძიმებული მაქვს ეხლა. იმიტომ რომ უნდა დაწვე და ისე უნდა ივარჯიშო. ეს იყო ის რისი გაკეთება შეიძლება დილის უბრალოდ ლევანი არ აკეთებს ხოლმე. ამით ვარჯიშობ? კი. როგორ? ამით. გადიეთ. უი, ჩემი სათვალე. გადავინაცვლოთ ჰაერზე. წავედით ახლა. სადაც ჯერჯერობით არ ვიცით რას აკეთებ. წავუმყევით. მედიან ამას გააკეთებ. გარეთ რას აკეთებ ხოლმე დილაობით. გარეთ რომ მიდიხარ. ახალი ბიზნესი მაქვს საკაცების დამზადების. სასახლეებს ვამზადებ. გასაღები რო დაკარგოთ ჩვენი ერთდილოს როგორ გაგიგრძელდება დილა სახლში. როგორ გამოვიდეთ თუ როგორ შევიდეთ. სულ ერთი ან ერთი ან მეორე. არსებობს ახლა გუშინ გავიგე ესეთი ძალიან კარგი სამაშობლო სამსახური თბილისში, ათთავარია უფასო. დარეკავ, მოვლენ გაგიღებენ გარებს. მთელი ჩემი ცხოვრება გასაღებებს ვკარი, ესეც განაკეთებული. ვადგილდებით ავტოფარეხში, ხომ მე მგონი? დიახ, ავტოფარეხში კი არა. ჯერ არ ვიცი, მე მგონი მიტყუებ. სახელოსნოში. ავტოფარეხში. ეხლა ამათ კარებს მიუკეტავ კამერას და თავის შანტრაბას. ეს არის სახელოსნო, სადაც მუშაობს ჩემი ძმაკაცი გურამა. მირეც ხო? ჯიგარი. დილამშვიდობისა. ეს არის გურამა, ჩემი ძმა. ეს არის ბატონი ნუკრი. ესენი არიან ჩვენი უბნის კოლორიტები. და ესე რაღაცებს ვაკეთებთ. ეს არის ჩემი თაროები, შეხედეთ. აქ იმღერა წვლილი მიმიწვის. რემონტის შემდეგ განთავსდება სახლში? არა, სახლში არა, სხვა რამის თაროები. ეს არის მაღაზიის თაროები, მოგონთ ჩემი. აი გუშინ უფრო აქტიური მუშაობა ქონდა ეს თიროსთა ეს სანახაობა და ხეზე მუშაობა დამევასამაგრე. პონჩ პახმელიაზე გამომიყვანა გუშინ, მაგრამ სუდად ვიყავი და რაღაც მაგრა შევედი და ან დილიდან ვიწყებ ხესთან მუშაობას. ხო, ეს ბატონ გურამთან ჩამოვახმენა. აი ეს არის კიდე პატრიარქის დაწერილი ხატები. თავად რა შექმენი? მე ხო გითხარი, ან გაჩვენ. როგორ ქმნი? შეგიძლია. აი ეს შევქმენი. ერთვენი ერთგვარად? სამი თვე ამაზე მუშაობა. როგორია? მე მგონი კაია. და რამდენი დარჩა? ცოტაც მე მგონი. აი ხა რეზინებს ჩამომიტანა. დაბარებული. რეზინებს ჩამომიტანა. ტყვევი რა თმინდა, ტყვევი არა ისინი, კენჭებზეა. კენჭებზეა? დიზელზეა და კენჭებზე. ეს რომელია, იცი, თევზაზე რო ლაპარაკობდა. უნდა ჩამოყარო. მოусმინე მე დახმარება მიდმა, მაგაცის გავაკეთე ესა რა. აჰა. ეს შევინახე. ჩვენ რა გვაქვს ახლა გურამ გასაკეთებელი? შექმნის პროცესი. ჩვენ ახლა ესე ავიღებ ბარგალკას, უყურეთ? დაიჭირე მან კამერა. სათვალეები. სათვალეები. შემოქმნილი. ესე ავიღებ ბარგალკას. დამიჭირე. ბარგალდა, ბაულაკა არ არის. ლეთი. ამ ყველაფრის შემდეგ მე მგონი დილის გამომხნევებელი ვარჯიშები აღარ არის საჭირო. შენ სამახსოვრო ძალიან დიდი მადლობა. უღესი მადლობა პირველად გაჯექი მივიღე ხოლმე საჩუქარი კლასში დილის ასალმი გადაწყვეტა. ჩუმა.
სტაროები უნდა აუქიმზეთ. ხარების საკინძვაში დილიდან მოგეხმაროთ. არის გამოსვლები. ბოლოდან მესამე რომელია? ბოლოდან მესამე არის ეს დაახლოებით. იმიტომ რომ ესენი არის ძირები ახლა. ნუ მეც გამოგადგებით რაღაცაშია. კი, შეგეძლო თიკომ თავისი წვლილი შეიტანა. აი ეს უშლის ამ ხალხს ეს. არაფერი არ უშლის, მიდი გადმოიღე თიკოს. ახლა არ რომანი გადი. აი ეს გადმოიღე. ტრობა დადე. დამიმტრებს. სანდაუდო. აქეთ მოიტანე, აქეთ კავო. ოპა. ეს აქეთკენ წავომეთ. ლევან, აბა, გადმოატრიალე ხა ჩვენებურად რო იცი ხო? ავეჭი გურა, მე წავედი და აგირფო. ამიტომ შიგა და შიგ შემდეგ რომელიმე, აი მაგალითად შალვა, გავარდება პივას თქვენი მოიტანს. მეუღლე. ჩემი მეუღლე შალვა. გავარდება პივას მოიტანს. აჰა, და ყავის შემდეგ აგრძელებ ლუდისმას. ხო? ხან როგორ ხან ნუ როგორ? გააჩინია რა ხასიათს ხან სხვა რაღაცის მას მოგვიწევს ხოლმე მაგრამ აქ მიდის ხოლმე, აქ დაულევიათ ისეთ 8 წელმოსილ ადამიანებს როგორიცაა ჯაპანა. აი, გადახეხილი აქ ადგილი უკვე. კი, რომარ ცხილაძეს, დუტას, რა ვიცი, კიდე და ბევრს. ესე იგი ეს ფარეში რო იცი. დავლიოთ ჩვენ. კი, ბატონო. კი, უნდა დავლიო. აბა მამა, აი, აქ ვინ შემოდის აუცილებელი ისა. აი ეს ვისი სკეიტბორდია. ეს კურამის. სკეიტბორდი აგერა დაბეს. რაგინა რომ ეს როგორც ატყობ ნაომარია მაგარი და კიდე როლიკებზე დგას მაგარი. არასდროს არ გიცდია დილა სკეიტბორდი. კი, რა თქმა უნდა. შეგიძლია? რა თქმა უნდა. რამე რომ მომივიდეს. ამ ცხოვრებაში. და ეხლა მაგარი გავგაზო. იხუშ როგორ უნდა მოდი მასწავლე მაგ. აი მე თუში. შეიძლება გადარჩეს ან არა მცომია. შემდეგ ისევ ჩვენ რისში აგრძელებს რა თქმა მუშაობას. სკეიდის. სკეიდის. გასეირნები შემდეგ. ნუ დავიღელები ხო. სეირნობით მე შემოვდივარ ისე და მუსიკა, რასაც შენ დილას უსმენ სახელოსნოში. ეხლა ამჟამად ახო არ ვიტყვი რადიოა ჩართული რა. ფონე ტალღები. რასაც რადიო შემოგთავაზებს? ხო რასაც რადიო შემოთავაზ. ძირითადად არის ხოლმე ამ ბოლო პერიოდში მithumetes არის აქ საარჩევნო ისინი და მიდის ამას დებატები იწვევენ პოლიტიკოსებს და რაღაც ანუ საქმის ყურში ხარ, თან საქმე და თან ინფორმაციას იღებ. არის ხოლმე ესეთი გამოკითხვები, ვის აძლევთ ხმას და და შენ გულფიქრობ. არა, რეკავენ და მე დიდი სიამოვნებით მივცემდი უგულავას. ნუ საინტერესოა. ვის აძლევს ხომ უნდა იცოდე. კიდევ ერთი სასიკვდილო ნომერია? ხო, თითქოს. არის. პირველი არის. რა. ყველაფერი ამას მოკლებული ამ ტანში ახლა მიკვირს როგორ გაჩერდი. ღირსი იყავი გამარჯვების ნამდვილად. მეოთხეა ახლა მე ეს. აუხსნათ ახლა როგორი ვარიანტი გამოდის ესა ლევან. ბოლო რა იქნება? აქ არ იქნებიან კაცო. საღამოს ხო აქ. კი, საღამოსაც აყვართ ხვალაც და რა ვიცი. და საერთოდ საძილარაში ხო იქნება. სულ თქვენთან ვართ ჯერ. საძილარამდე დარჩი. ეს გადაცემა საძილა როგორ ძინები. შემდეგ ჩვენ უკვე აი ეს ჩავსასწავლდით. და ესეც დილის გამახნევები. ტრადიციული სახე მიიღო და დილით ესე შევითხოვე მე და თიკო. რომელი დილს აგახსოვდა. გამომახსოვრე. მოკლედ, დიდი მადლობა იმისას, რომ ჩვენთან ერთად გავატარეთ დილა, უფრო სწორედ ჩვენ რო შენთან ერთად გავატარეთ დილა და კარგად. კარგად იყავით, ძალიან მესიამოვნე თქვენი სტუმრობა. ასე ჯერტმენს. შემომიარეთ ხოლმე. დაგიმზადებთ თაროებს და რაღაც. საუზმეს? საუზმეს სათქმელს, საძინებელს ბოლოს. გემშვიდობებად გადაცემა მაღვიძარა ის იმას ნიშნავს, რომ მეც დაელოდეთ შემდეგ დილას ცნობილ ადამიანთან ერთად. კარგად.